მოგესალმებით მეგობრებო, ეს სავარჯიშო კომპლექსი, სადაც სულ 5 სავარჯიშოს შევასრულებთ, ორიენტირებული იქნება ქალების ჯანმრთელობაზე. რას გულისხმობს ახლა ეს? ქალების ჯანმრთელობა ძალიან დიდ წილად დამოკიდებულია ჩვენი მინჯის ფსკერის მოქნილობაზე, ჯანმრთელობაზე, მთლიანობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ შევასრულებთ ისეთ 5 ვარჯიშს, რომელიც გამოდგება აბსოლუტურად ყველა ქალს და ნებისმიერ ცხოვრების ეტაპზე, ასე ვთქვათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ არის საერთოდ დაოჯახებული, ჯერ არ აპირებს დაოჯახებას არც ბავშვის ყოლას, ან პირიქით თუ ორსულად არის მაგალითად, თუ ახალი ნამშობიარებია, თუ 35-ს პლუს ასაკისაა, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენი ზურგი, ხერხემალი, მინჯი და ტერფები იქნება ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ყველა ის ფუნდამენტური ნაწილი, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა აწყობილი და დაფუძნებული. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, შევასრულებთ ძალიან მარტივ მოძრაობებს, ისეთებიც კი შეძლებს შესრულებას, რომლებიც საერთოდ არ ხართ მოქნილები და ესეთ დამატებით skills არ მოითხოვს. უბრალოდ კონცენტრაცია და ჩართულობა ამ მოძრაობაში. ესე იგი, პირველი მოძრაობისთვის დგებით ესე, ხელები გვაქვს, მხრები გვაქვს ხელის გულების ზემოთ, მუხლი არის მინჯის ქვემოთ და პირველი მოძრაობისთვის ესე გადავიტანოთ. ერთ მხარეს ტერფი, გავასწოროთ. 1, 2. სხვას არაფერს ესეც რთულს არ ვასრულებთ, თუ მუხლს ქვემოთ ცოტა რაღაცა დისკომფორტის შეგრძნება გაქვთ, ან აკეცეთ პარალონი და დაიფინეთ მუხლს ქვემოთ ორმაგად, ან პატარა ბალიში, არ ვიცი, პირსახოცი იქონიეთ თან და ამოიდეთ სირბილისთვის მუხლებს ქვემოთ. 7 და 8. გადავიტანოთ, დავაბრუნოთ. 1, ნაწილ-ნაწილ ვზრდით დატვირთვას, ზურგი არ ვარდება, არ მიდის არსად, დავყვირდით. ესე. 5, 6, 7 და 8. და 1-იც დააკვირდით, ნახეთ, გადავდივართ უკან, ამოვდივართ, ვაბრუნებთ მუხლს. 1, 2, 3, 4, 5 და 6. 1, 2, 3, 4, სუნთქვას ვაკონტროლებთ. 2, 3, 4, 5 და 6. 1, 2, 3, 4, 5 და 6. ახლა ამ სამივე ვარჯიშს ვასრულებთ მეორე ფეხზე. მეორე მხარეს. ხო, თუ ხელები დაგეღალათ ამ პროცესში, მაჯები ცოტა გავავარჯიშოთ, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ დამწყები ხართ და რთული იყოს თქვენთვის ამის შესრულება. ხო, შემიძლია გირჩიოთ თუ ესე გიჭირთ. დგომა წინ დაიდოთ. რაიმე, თქვათ, სკამი ან დივანთან შეასრულოთ ეს ვარჯიშები, აი ესე დაეყრდნოთ, არ ვიცი, ამ სიმაღლეზეც თუნდაც და ისე შეასრულოთ ეს კონკრეტული ვარჯიშები. ვაგრძელებთ. პირველი მოძრაობისთვის გადმოგქონდა ტერფი, ვაბრუნებდით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. და სრული მოძრაობა
გადასვლა უკან, დაბრუნება 1 2 3 4 5 და 6 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 დავბრუნდეთ დავასვენოთ ცოტა ჩვენი მუხლებიც მაჯებიც ისე ამოვიდეთ მოხრილი ზურგით და კვლავ დავეყრდნოთ ხელებს ესე აქედან ნახეთ ავიტანოთ მუხლი გადავაჯვარედინოთ გადმოვდივართ ვაბრუნებთ მეორე გადმოვდივართ ვაბრუნებთ ისევ 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 ერთხელაც 1 2 3 4 5 6 7 და 8 აი ეს კარგად ესეც ჩვენი მეოთხე ვარჯიში 5 ვთქვი ხო შეიძლება ერთით მეტი შევასრულოთ აქ აუცილებლად თუ მანამდე არ გქონდათ აქ ყველა ვარიანტში მოკეცეთ პარალონი და მოათავსეთ მუხლს ქვემოთ დამიჯერეთ ძალიან დიდ შვებას მოგცემთ აი ესე მეორე ფეხი დავკვირდით ერთი ტერფი იყურება უკან მეორე არის ასე და აი აქ ვცდილობთ რომ ესე თითქოს ცეკვის ელემენტით ტალღასავით გადავიდეთ გვერდზე დავბრუნდეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 გადავიდეთ გავსწორდეთ 1 2 3 თუ გჭირდებათ რამეს დაეყრდნოთ აუცილებლად ეყრდნობით 7 და 8 1 2 3 4 5 6 7 8 ხელები შეგიძლიათ გქონდეთ ასე, გქონდეთ წინ, გქონდეთ დაყრდნობილი, არ აქვს მნიშვნელობა, დაყრდნობის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ეს მოხრილები არ ვართ. დახრილები ვართ წინ, მაგრამ სწორი ზურგით. და რაც მთავარია, ყველა მოძრაობის დროს სუნთქავთ. სუნთქვა არის გადამწყვეტი. მეორე მხარეს იგივე. ისე. ძალიან ფუდოქ მოგეც რაღაც. მოდი ესე ვქნათ. აი ასე. ასე. და გავყვეთ ფეხს, ამოვიდეთ. 1 2 ყველა მოძრაობა კუნთის ძალით სრულდება. წინა მოძრაობებიც მათ შორის. და იმის მიუხედავად, რომ თითქოს ლოკალურად მენჯებზე ორიენტირებული ვარჯიშებია, საკმაოდ კარგად აცოცხლებს სხეულს. 7 და 8. და ახლა გვერდზე 1. თითქოს ბოლომდეც არ ჩავდივართ, ხო? პატარა პულსებია. 2 3 4 5 6 7 და 8 ასე და ეს უკვე მართლა ბოლო ვარჯიშია 5 დიდი ხანია გავცდით აი ესე გნებავთ ამ დონეზე გაშლილი გნებავთ ამ დონეზე სადამდე თქვენი მოქნილობა უფრო გაწვდება ასე ვთქვათ და თქვენი მოქნილობის სასიამოვნო მაქსიმუმს მიწვდებით, ხო?
აქედან, ნახეთ, შევაბრუნოთ მუხლი ერთი შიგნით, შემდეგ მეორე. ვცდილობთ, რომ ერთი რო შიგნით შედის, მეორე დარჩეს. ანუ, ესეც ესე არ გადავიდეს, ხო? 1 2 უკან შეგიძლიათ დაეყრდნოთ 4 გახსენებთ რომ თქვენს ამპლიტუდაზე შეასრულოთ 7 8 თუ უფრო განზეთ შეგიძლიათ უფრო განზე 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ, დავაბრუნოთ და ამით ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი დასრულებულია. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, ისიამოვნეთ, არ დაგავწოდეთ ჩემი არხის გამოწერა და გელოდებით ყველას კომენტარებში.